ესე იგი, იმისთვის რომ შეძლოთ თქვენ გამართული ამერიკული ინგლისური საუბარი, ამისთვის აუცილებელი გახლავთ გამოცდილება გქონდეთ და ცოდნა გქონდეთ თუ როგორ იფიქრებდა, თუ როგორ იტყოდა ამერიკელი რაღაც კონკრეტულ სათქმელს. ეს გამოცდილება თუ არ აქვს ადამიანს, ძალიან რთული არის ამერიკული ინგლისურის შესწავლა, სხვას რომ შეასწავლა. მე ეს გამოცდილება მაქვს. ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. ეს იქნება ნებისმიერ თემაზე სასაუბრო, ეს იქნება ქართული იდენტობის წარმოჩენა, ღვინოზე, საქართველოზე, ოჯახზე, მეგობრობაზე, ნებისმიერ თემაზე, აწმყოზე საუბარი, მომავალზე, წარსულზე საუბარი, თქვენს კონკრეტულ სფეროში საქმიანობის თემა აბსოლუტურად თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ამერიკული ეს თქვა პრიზმიდან დაინახოთ. მე ამის ცოდნა მაქვს, შემიძლია თავისუფლად შეგასწავლოთ ეს ამბავი. გთავაზობთ ძალიან საინტერესო ვებინარს, რომლის განმავლობაშიც მე შეგასწავლით თქვენ 15 ძალიან მნიშვნელოვან, ესე ვთქვათ, გარდამტეხ პრინციპს, რომლის გამოყენებითაც მე ასევე ფორმატებს წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიძლება ამ 15 პრინციპის გამოყენება სხვადასხვა, ესე ვთქვათ, თემის ირგვლივ, ისე რომ თქვენმა ნათქვამმა გაიჟღეროს როგორც ამერიკელი იტყოდა და არა დაუშვათ როგორც სტანდარტულად სკოლაში რომ გვასწავლიდნენ. კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სადაც როდესაც ადამიანს აქვს ეს გამოცდილება და ამ კუთხით ხდება ინფორმაციის მიწოდება. არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხართ დაკავებული, რა სფეროში მუშაობ. ნებისმიერ სფეროზე არის შესაძლებელი მოერგოს ეს პრინციპები, მე რასაც გთავაზობთ, დიდი სიამოვნებით გელოდებით, ინტერესის შემთხვევაში დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში და მე შეგასწავლით ამერიკელიდან დანახული თვალებით ინგლისურს. აბა წარმატებები.